თელ-ავივში ასობით ადამიანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების თქმით, ომის გაგრძელება და მძევლობის საკითხის გაჭიანურება ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას უკავშირდება. საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა ისრაელის არმიის რეზერვისტი, რომელმაც ხელისუფლებას ისრაელში მიმდინარე პროცესების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობა დააკისრა. მე ორი ვარ ისრაელის სამხედრო რეზერვში 170 დღეზე მეტი ვიმსახურე. ჩემმა მეუღლემ კი 350 დღე. ჩვენ ძალიან დიდი ტკივილი გადავიტანეთ და უდიდესი საფასურიც გადავიხადეთ ბოლო 2.5 წლის განმავლობაში. თუმცა უფრო მეტად სხვა რამით ვარ აღშფოთებული საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას რისთვის. იმისთვის რომ გადარჩეს მთავრობა, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებაზე, პატივსა და ფულზე ფიქრობს, რომელიც მოღალატეა. მათ კირიათ შმონასა და ღაზასთან ახლოს მცხოვრები ხალხის განცდები აღარ აინტერესებთ. საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოვიდა ასევე ისრაელის პოლიციის საგამოძიებო დანაყოფის ყოფილი ხელმძღვანელი ერან კამინი. მისი თქმით, ნეთანიაჰუმ როგორც ქვეყნის ლიდერმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებულ პროცესებზე. როცა ამდენ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში ატყუებ, სიმართლის თქმა უკვე აღარ შეგიძლია. პასუხისმგებლობას ვერ იღებ, თავს ვერ ხრი. ნეთანიაჰუ, შენ სახელთან არის დაკავშირებული განხეთქილება, მარცხი. შენ ხარ პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. დამნაშავე შენ ხარ. ბენიამინ ნეთანიაჰუ შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენლებს სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს. ისრაელის პრემიერი სოფის შეხვედრის დეტალები არ გაუსაჯაროებია. თუმცა ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, მხარეები მუშაობენ ღაზაში ჩარჩენილი უკანასკნელი მძევლის ნეშტის დაბრუნებისა და ტერიტორიის დემილიტარიზაციის საკითხზე. ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ დაინტერესებულია შეთანხმების გაგრძელებით, თუმცა ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ ქვეყნის შიგნის ზეწოლა იზრდება. მოქალაქეების ნაწილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს.